საგამომშვიდობისა მივესალმები რუსთავის ტელემაყურებელს და ლოტო 642-ის მოთამაშეებს ტრადიციულად დღეს სამშაბათია, შესაბამისად კიდევ ერთხელ უნდა გამოვცადოთ ჩვენი ინტუიცია, იღბალი და ჩვენი ძალები. იმედია რომ უკვე ბილეთები გაქვთ მომარჯვებული ხელთ, რადგან დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც შესაძლებელია რომელიმე თქვენგანი მილიონის არა, მაგრამ ნახევარი მილიონის ფლობელი გახდეს, მით უმეტეს რომ ჯეკპოტი დღითი დღე იზრდება, მას შემდეგ რაც ჩვენ გავათამაშეთ 2,66,000 ლარი, ამას ყოველ გათამაშებაში გახსენებთ, რადგან უნდა გვახსოვდეს თუ რა დიდძალი თანხების მოგებაა შესაძლებელი. რაც შეეხება დღევანდელ ჯეკპოტს, 530,720 ლარი გვაქვს გასათამაშებელი და მეორე კატეგორიაც არაჩვეულებრივად გამოიყურება და ჟღერს 215,000 ლარს გადავწდით. მეგობრებო, შესაბამისად მოიმარჯვეთ ბილეთები, მე დავიძრები ღილაკისკენ 775 ტირაჟია ეს და 775 წარმატება თქვენ, უფრო მეტიც, რატომაც არა. მაშასე 3-2-1 აბა ვნახოთ დღეს რა ციფრთა კომბინაცია შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი და რომელი რიცხვი თუ ციფრი გახსნის დღევანდელ გათამაშებას. და მწვანე მიმარჯვა და შემოგვიგორდა პირველ ბურთად ნომერი 19. აბა ვნახოთ რომელი იქნება შემდეგი მომგებიანი ბურთი და ის გახლავთ ლურჯი 37 მოგორდა ჩვენთან. მოკლედ ფერთა გამა გვაქვს ჯერჯერობით დასაწყისი კარგია, ვნახოთ წითელი და ყვითელი რას იზამენ, მაგრამ ლურჯმა არა, მე არ დავთმობ პოზიციებსო და 25-მა გააგრძელა ჩვენი თამაში, გვაქვს 19, 27, 25 და მეოთხე მომგებიანი ბურთიც ასევე ლურჯი ლიდერობს და 26-მა გააგრძელა თამაში. და ველოდებით უკვე მეხუთე მომგებიან ბურთს, ვნახოთ რომელი იქნება ის 10-იანი შემოგვიერთდა და 10-იანში მოგერტყათ და ესე იგი დაგემიზნებინოთ და პირდაპირ მოგერტყათ იღბალისთვის და 17 გახლავთ ნომერი მე-6 მომგებიანი ბურთი. გვაქვს უკვე 6 ძირითადი ბურთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის გასათამაშებლად და ბონუს რიცხვი შემოგვიერთდა და ის გახლავთ 30. ტრადიციულად კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ კომბინაცია, რომელიც დღეისთვის შემოგთავაზა ლოტოტრონმა. ვიწყებთ 19-ით, 27, 25, 26, 10, 17 და ბონუს რიცხვი გახლავთ 30. იმედია რომ ბევრი გახარებული ადამიანი იმყოფება ახლა ტელევიზორთან და ამ სიხარულს ჩვენც გაგვიზიარებთ ძალიან მალე, მაშინ როდესაც აი აქ გამოჩნდება შედეგები და ეს შედეგებს ველოდებით ხოლმე ყველა სულ მოუთქმელად, განსაკუთრებით თუ დიდი თანხები გათამაშდება, შემდეგ ამ სიხარულს ვიზიარებთ რა თქმა უნდა ერთობლივად, მაგრამ სანამ მივალთ სიხარულამდე უნდა შეგახსენოთ აუცილებელი პირობა სიხარულისა. ის რომ ერთი ბილეთი მაინც გათამაშებიდან გათამაშებამდე შევიძინოთ სამშაბათისთვის და პარასკევისთვის და ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი გზა. პრინციპში ლოტო.G გახლავთ ადგილი, სადაც შეხვალთ და თქვენთვის სასურველ კომბინაციას შეავსებთ. ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარეობს ლოტოს ჯიხურები და ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში ლოტოს სერვის ცენტრები. სწორედ აი ერთ-ერთი ამ ადგილთაგან გააკეთა არჩევანი ადამიანმა სხვათა შორის 5.35 ოქროს ბურთში, სადაც 2494 ტირაჟში დღეს გათამაშდა მეორე კატეგორია და ერთმა ადამიანმა 43,361 ლარი მოიგო. ლოტო 642-დანაც მიულოცოთ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა და გადმოგსხმოდეს მისი წყალი. გვაქვს უკვე მე მგონი შედეგები. და შედეგები ეკრანზე. დღეისთვის ვერ გავათამაშეთ ჯეკპოტი მეორე კატეგორია, მესამე, მეოთხე კატეგორიები, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო გათამაშებისთვის არ უნდა დაივიწყოთ ბილეთის ყიდვა, რადგან ეს თანხები კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო გამარტივდება, თავისთავად ცხადია მათი მოგება, ხოლო მეხუთე, მე-6 კატეგორიებში, როგორც ყოველთვის, ყავს ძალიან ბევრი გამარჯვებული. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს და შეგახსენებთ ჯადოსნურ სიტყვებს. იგებს ის, ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას. აბა ბედნიერი საღამო.